ხატოვნა დავხსნი რა. რა მომენტში ქართულმა ოცნებამ ესე ჩოხა ჩაიცვა და შავლეგოს სიმღერა დაიწყო, მან მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. მოსახლეობაში არის საფრთხე, რომ ყველა ის სისულელე, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, მიეტმასნოს მერე ჩვენს იდეოლოგიას, რომელიც სინამდვილეში არაფერ შუაში არა ჩვენ იდეოლოგიასთან. მაგალითად, ხა ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავის გინება რო აკრძალა, ისე რომ ხალხის გინება ისე რომ დაშვებულია, ეგ კონსერვატიზმთან არაფერ შუაში არ არის. ოცნება რო კორუმპირებულ წურბელად გადაიქცა, კონსერვატიზმთან ეგ არაფერ შუაში არ არის. მასიურ მიგრაციას რო აქ ხელს უწყობს ოცნება და უვიზო მიმოსვლებს ხსნის ისლამურ ქვეყნებთან, ეგ კონსერვატიულ იდეოლოგიასთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ოცნებამ თუ ესე გააგრძელა და ოცნების პიარმა თუ მისი ქმედებები დალინკა კონსერვატიზმის იდეოლოგიასთან, ჩვენ მაგალითად საკმაოდ ბევრი ბრძოლა მოგვიწევს. მე ხალხს აუხსნათ, რომ ბიჭო, რავი, ესენი არც არასდროს არ იყვნენ კონსერვატორები და არც ახლა არ არიან. უბრალოდ ესენი ამ ჩვენ იდეოლოგიას იყენებენ თავისი მერკანტილური ამოცანებისთვის და მთელ რიგ რაღაცებში პირიქით ანტიკონსერვატიულ რაღაცებს აკეთებენ რა და მაგის ახსნა საჭიროა ხალხისთვის ეხლავე.